ეკონომიკური პერსპექტივები და სავაჭრო სამრეწველო პალატა 2012 წელს ამ თემაზე სასტუმრო რადისოში ბიზნეს სექტორის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ესწრებოდნენ. კახა ბაინდურაშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა სავაჭრო პალატის პრიორიტეტებზე 2012 წელს დაგეგმილ სიახლეებსა და განახლებულ სერვისებზე, ასევე ბიზნეს სექტორისთვის დაგეგმილ ფორუმებსა და ტრენინგებზე. ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში ნიკა გილაურმა საკუთარ გამოსვლაში შეაფასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ამ სფეროში არსებული მდგომარეობა გააცნო. სამრეწველო პალატის ორგანიზებით მსგავსი შეხვედრა გასულ წელსაც მოეწყო, რომელშიც ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. 2011 წლის ეკონომიკური მონაცემების შესახებ, იმ გეგმების შესახებ, რაც გაგვაჩნიათ 2012 წელს და თუ და ის პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება კონდეს კერძო სექტორს მომავალ წლების განმავლობაში. ასევე პოტენციალი, რაც არსებობს და რისი განვითარება იქნება, ასე ვთქვათ, მომგებიანი ჩვენი არის კერძო სექტორისთვის. ეს იყო ჯამში ის მიმართულები, რაც ვისაუბრეთ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რისკები, რაც მაკროეკონომიკური რისკები არსებობდა ქვეყნის რეალურად მატერიალიზებული არის უკვე. პრემიერი ესაუბრება ბიზნეს თუ რა ეკონომიკურ პერსპექტივებს ხედავს მთავრობა, რომელ სექტორებში საერთო ინვესტიციას ელოდება, როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო ეკონომიკაში მოვლენები, როგორ შეიძლება ისინი აისახოს ქართულ ეკონომიკაზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბიზნეს ეხმარება, რომ უკეთესად დაგეგმოს თავიანთი შემდგომი მუშაობა სწორედ 2012 წლის განმავლობაში. ძირითადი რამ შეიძლება გაკეთდეს, პირველი ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ეს არის ის რაც ამ ქვეყანაში სახეზეა და პრინციპში ბოლოდროინდელი დინამიკა არის ძალიან კარგი, მაკროეკონომიკური და მაკროფისკალური ზოგადად. მეორე ეს არის კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა და ადმინისტრირება და ამ მხრივ ფინანსთა მინისტრო ყველაფერს აკეთებს და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი მომსახურება. მომდევნო დღისთვის